الحمد لله الحمد لله الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهد الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له نشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له ونشهد أن سيدنا محمدا عبده ورسوله اللهم صل وسلم على سيدنا محمد وعلى آله وأصحابه أجمعين أما بعد فيا عباد الله اتقوا الله وأطيعوه إن الله مع الذين اتقوا والذين هم محسنون قال الله تعالى في كتابه الكريم أعوذ بالله من الشيطان الرجيم بسم الله الرحمن الرحيم إن الذين قالوا ربنا الله ثم استقاموا تتنزل عليهم الملائكة ألا تخافوا ولا تحزنوا وأبشروا بالجنة التي كنتم توعدون صدق الله العظيم قيل لرسول الله صلى الله عليه وسلم أيكون المؤمن جبانا قال نعم قيل أيكون المؤمن بخيلا قال نعم قيل أيكون المؤمن كذابا قال لا صدق رسول الله فيما قال أو كما قال ძვირფასო ბორწმუნეებო დღევანდელი ხუთბის თემა სიმტკიცე რწმენაში და ერთგულება, პატიოსნება. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს უეჭველად რომელთაც თქვეს ღმერთი ჩვენი ალლაჰია მერე კი იყვნენ მტკიცენი ზეგარდმოვლენ მათზე ანგელოზები ნუ გეშინიათ და ნუ დამწუხდებით და იხარეთ სამოთხით რომელიც იყო აღთქმული ამ აიათში ორ მნიშვნელოვან საფუძველზეა ყურადღება გამახვილებული რწმენა და სიმტკიცე რწმენაში მხოლოდ ენით წარმოთქმით მე მორწმუნე ვარ საქმე არ სრულდება ჭეშმარიტი რწმენა მაშინ ვლინდება როცა ადამიანი მტკიცედ დგას სიმართლეზე პატიოსნებასა და ალლაჰის გზაზე თუნდაც გარშემო ცდუნება სიცრუე და უსამართლობას უფევდეს ერთხელ თანამიმდევარმა სუფიანი იბნი აბდულლაჰმა შუამავალს უთხრა მითხარ ისეთი სიტყვა ისლამზე რომ მერე არავის არაფერი ვკითხო შუამავალმა სალლალაჰუ ალეიჰი ვესალლემ უპასუხა ყულ ამენთუ ბილლაჰი თუმმა სტაყიმ თქვი ვირწმუნე ალლაჰი შემდეგ კი მტკიცე დიდექი რწმენაში ძვირფასო მორწმუნენო რწმენაში სიმტკიცის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი გამოხატულებაა სიტყვაში პატიოსნება მორწმუნის ენა უნდა იყოს შორს სიცრუისგან იგი ყოველთვის სიმართლეს უნდა ლაპარაკობდეს შუამავალი ცნობილი იყო სახელით ელ-ემინი რაც ნიშნავს სანდო პატიოსანი მისი მტრებიც კი ვერ ამბობდნენ მასზე ოდესმე ტყუილი ეთქვას დღეს სამწუხაროდ ხედავთ როგორ იქცა ტყუილი ჩვეულებრივ საქმედ ოჯახში საქმეში ვაჭრობაში მეგობრობაში მეზობლობაში და ზოგადად სოციალურ ქსელებში მაგრამ მორწმუნისთვის ტყუილი ყოვლად მიუღებელია ერთ დღეს ალლაჰის შუამავალს კითხეს შეიძლება მორწმუნე იყოს მშიშარა მან უპასუხა შეიძლება მორწმუნე ძუნწი იქნება
ამ კითხვაზეც იგივე სიტყვით უპასუხა, შეიძლება. მორწმუნე შეიძლება იყოს მატყუა რა ჰკითხეს ისევ. შუამავალმა უპასუხა, არა, არ შეიძლება. ამით განმარტა, რომ წმენა და ტყუილი თავს ერთად ვერ მოიყრიდა. ტყუილი ადამიანში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თვისება და ფარისეულობის ნიშანია. ალლაჰის შუამავალი ბრძანებს, არსებობს 4 რამ, რომლებიც ადამიანს თუ ახასიათებს, გარდაუვალი ფარისეველი გახდება. ესენია: როცა ლაპარაკობს იტყუება, მიცემულ სიტყვას არ ასრულებს, თუ დაპირებას იძლევა პირობას არ ღვევს და მოწმეობის დროს სიმართლეს სცილდება. მუსლიმის გადმოცემაში შემდეგი საყურადღებო დამატებაა: ასეთი ადამიანი გინდ ლოცულობდეს, გინდ მარხულობდეს და გინდ საკუთარ თავს მუსლიმად თვლიდეს. სხვა ხადისში კი შემდეგია ნაბრძანები: გირჩევთ იყოთ მართალი, რადგან სიმართლეს სიკეთისკენ მივყავართ, სიკეთეს კი სამოთხეში. სანამ ადამიანი სიმართლეს ამბობს და სიმართლეს ეძებს, სიმართლე იწერება ალლაჰის წინაშე. მოერიდეთ ტყუილს, რადგან ტყუილს მივყავართ ბოროტებამდე და ბოროტებას კი ჯოჯოხეთში. სანამ ადამიანი იტყუება და ტყუილს მისდევს, მატყუარად იწერება ალლაჰის წინაშე. ყველანაირი ტყუილი ცოდვაა, თუმცა ცრუ ჩვენების მიცემა ყველაზე ცუდი და მავნებლური ტყუილია. დიდი ცოდვაა სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემა რაიმე სარგებლის მიღების ან ვინმეს გულის მოგების მიზნით. ცრუ მოწმე მიზნად ისახავს რას ხვისი გულის მოგებას, საფრთხეში აგდებს საკუთარ მომავალს იმქვეყნად. შემდეგ თავისი ცრუ მოწმეობით სხვისი უფლებების დაკარგვისა და უდანაშაულო ადამიანების დაუმსახურებელ სასჯელზე დაქვემდებარების მიზეზი ხდება. ალლაჰის შუამავალმა ერთხელ ბრძანა: გამცნოთ დიდ ცოდვებს შორის უდიდესი ცოდვები. მათ ვინც იქ იმყოფებოდნენ თქვეს: დიახ, ალლაჰის შუამავალო, ალლაჰზე თანამოზიარის დადგენა, მშობლების მიმართ ურჩობა, შემდეგ წოლიარე მდგომარეობიდან წამოჯდა და ბრძანა. ყურადღებით მომისმინეთ, ასევე ცრუ მოწმეობა, რომელიც უდიდესი ცოდვათაგანია, თანამ სიტყვებს ისევ და ისევ იმეორებდა, ვიდრე იქ მყოფებმა თქვეს ნეტავი გაჩუმდებოდესო. ცრუ მოწმე სამი სახის ცოდვას ჩადის. პირველი, ტყუილს ლაპარაკობს. მეორე, ეხმარება და ხელს უწყობს დამნაშავეს და მესამე, უდანაშაულოს, მართალს ცუდ და რთულ მდგომარეობაში აყენებს. როგორც ცოდვაა ცრუ ჩვენების მიცემა, ასევე ცოდვაა არ თქვა ის, რაც იცი და ხედავ, რისი მომსწრეც გახდი. რადგან ამ შემთხვევაში დანაშაულის ცოდნა და დამნაშავეთა დასჯა დაიფარება. ყურანში ნაბრძანებია: არ დამალოთ მოწმეობა და ვინც დამალავს, უეჭველად ცოდვილი გული ექნება და ალლაჰი უწყის, რასაც აკეთებთ. ალლაჰის შუამავალმა გვამცნო ისიც, რომ ბავშვების დასამშვიდებლად და ყურადღების გადატანის მიზნით მათი მოტყუება ასევე ცოდვა და მიუღებელია. ჩვენი სიტყვა უნდა იყოს ისეთი მტკიცე, რომ ხალხს ჩვენი ნდობა შეეძლოს. ძვირფასო მორწმუნეებო, მორწმუნე მხოლოდ ენით კი არა, საქმითაც მართალი ადამიანი უნდა იყოს. უზენაესი ალლაჰი გვაფრთხილებს: يا أيها الذين آمنوا لما تقولوا ما لا تفعلون. რატომ ამბობთ იმას, რასაც არ აკეთებთ? მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ლოცვა, სიტყვები და ყოველდღიური ქმედებები ერთმანეთს ემთხვეოდეს. თუ სიმართლეზე ვსაუბრობთ, თავადაც სიმართლით უნდა ვიცხოვროთ. თუ პატიოსნებას ვქადაგებთ, საქმეშიც პატიოსნები უნდა ვიყოთ. როცა სიტყვა და საქმე ერთიანდება, სწორედ ესაა სიმტკიცე რწმენაში. პატიოსნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობაში, ვაჭრობაში, სამსახურში, ოჯახში, მეზობლობაში, მეგობრობაში და ასე შემდეგ. შუამავალმა როცა ბაზარში გასაყიდად გამოტანილი სველი ხორბალი მშრალის ქვეშ დამალული ნახა, ასე ბრძანა: მენ ღეშენა ფელეისე მინნა. ვინც გვატყუებს,
ჩვენიანი არაა. შესაბამისად, მორწმუნე სხვის საქმეს ისე აკეთებს, როგორც საკუთარს. აქედან გამომდინარე, სიმტკიცე რწმენაში ნიშნავს სიმართლეს სიტყვაში, სიწმინდეს გულში, პატიოსნებას საქმეში და სამართლიანობას ურთიერთობებში. ასეთი ადამიანები არიან ისინი, ვისცეც ანგელოზები ზეგარდ მოვლენ და ეტყვიან: ნუ გეშინიათ და ნუ დამწუხდებით და იხარეთ სამოთხით, რომელიც იყო აღთქმული. და ალლაჰმა მოგმადლოს მტკიცე რწმენა, მართალი სიტყვა, წრფელი გულები და პატიოსნება საქმეში. ელა ინ ახსანალ კალამი ვა აბლაღან ნიზამ კალამულლაჰილ მალიკილ აზიზილ ღალლამ كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وأنصتوا لعلكم ترحمون.